საღამშვიდობისა, რონალდ რეიგანი ამბობდა, აბორტს უკვე დაბადებული ადამიანები აკეთებენ. უნდა აიკრძალოს თუ არა ნაყოფი სიცოცხლის ხელოვნური შეჩერება. ეს თემა დღესაც 21 საუკუნეში შეერთებული შტატების და არა მარტო ამ ქვეყნის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს. დღესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არაერთი აქცია იმართება აბორტის აკრძალვის მოთხოვნით. პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს შემდეგ თემაზე აქტიური დისკუსია დაიწყო საქართველოშიც. დემოგრაფიული აღორძინების ფონდის მონაცემების შედეგად გაირკვა, რომ საქართველოში აბორტის შედეგად დღის განმავლობაში 300-ზე მეტი ჩვილი იღუპება. ასევე ოფიციალური მონაცემებით საქართველოში 36,000 აბორტი კეთდება, არაოფიციალური მონაცემებით კი ეს რიცხვი 100,000-ზე მეტს აღწევს. აბორტის მიზეზი სხვადასხვაგვარია. ერთ-ერთი არასასურველი სქესის წინასწარი გაგების შემდეგ ნაყოფის მოშორება. ამ მიზეზით გაკეთებული აბორტების რაოდენობით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზე ჩინეთისა და ინდოეთის შემდეგაა. ქვეყანა რომ დემოგრაფიული პრობლემების წინაშე დგას, ამაზე აღარ ავიტაობს. აბორტი რომ მძიმე გადაწყვეტილებაა, საკამათო არც ეს არ არის. მაგრამ უშველის თუ არა აკრძალვა ამ პრობლემას პირიქით წაახალისებს კრიმინალს. ეს არის დღეს მთავარი კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემას დღეს ჩვენს სტუმრებთან ერთად შევეცდებით. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში, საპატრიარქო სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი რატო სურგულაძე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძე, კავკასიის ქალთა ქსელის წარმომადგენელი ნინო ციხისთავი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წევრი ნატა ყაზახაშვილი საუბრობენ ამ თემებზე. მე ვარ თეა სიჭინავა და თქვენ უყურებთ არგუმენტებს, სადაც განსხვავებული აზრისმონი ადამიანები საკუთარ არგუმენტებს იცავენ. მაშასე თქვენ უყურებთ არგუმენტებს, მივესალმებით ჩვენ სტუმრებს. სტუდიაში საღამშვიდობისა ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მობრძანდი და იყებთ გადაცემაში მონაწილეობას, როგორც უკვე აღნიშნეთ. უნდა აიკრძალოს თუ არ უნდა აიკრძალოს, ან როგორ უნდა გადავწყვიტოთ აბორტთან დაკავშირებული პრობლემა. ეს არის ჩვენი გადაცემის მთავარი თემა და როგორც უკვე აღნიშნეთ, ის განსაკუთრებით აქტუალური გახდა და საინტერესო და განსჯისაგანი მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე მოისმინა. ჯერჯერობით ჩვენ არ მოგვისმენია ოფიციალური პოზიცია ჯანდაცვის სამინისტროს და ამიტომ რადგანაც მინისტრის მოადგილე გვყავს, მოდით მისი მოსაზრება მოვისმინოთ პირველ რიგში ჩვენს ეთერში. კაპიტან მარიამ, თქვენ როდესაც მოისმინეთ პატრიარქის ეს მოწოდება, აი როგორც უწყება და ამ უწყების წარმომადგენელი, რას უპასუხებდით აი ამ ესე რომ ვთქვათ წინადადებას? მომხრე ხართ თუ არა? აბორტების მარეგულირებელი გარემოს გამკაცრების მომხრე ნამდვილად ვართ და ეს არის ჩვენი ასევე პოზიცია, რადგან აბორტები გახლავთ არამხოლოდ, თქვათ, აბორტის საწინააღმდეგო მოძრაობას აქვს არამხოლოდ რელიგიური და მორალური არგუმენტები, არამედ საერთაშორისო სამართლის ადამიანთა უფლებათა დაცვის კუთხით, იგივე ბავშვის უფლებათა კონვენციის კუთხით მთელი რიგი თქვათ ვალდებულებები, რომელიც არის გაჟღერებული და გარდა ამისა, დედის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული რისკის მატარებელია. ანუ ჩვენ ვსაუბრობთ არამხოლოდ თქვათ რელიგიური მრწამსით განპირობებულ აუცილებლობაზე, ამ მიმართულებით რეგულაციების გამკაცრების, არამედ როგორც მორალურ, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის და საერთაშორისო სამართლის კუთხით. კი ბატონო. ამდენად ჩვენი პოზიცია არის, რომ უნდა გამკაცრდეს, რა თქმა უნდა, რეგულაციები, რომელიც დღეს მოქმედებს არის კიდევ ერთხელ შევახსენოთ რა მოქმედებს და რაც გულისხმობს გამკაცრება, რა უნდა აიკრძალოს. სრული აკრძალვა აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოქმედებს მსოფლიოს მხოლოდ 7 ქვეყანაში. აბორტების სრული აკრძალვა და ეს არის საკმაოდ დიდი, ესე ვთქვათ, კონტრავერსიის, ვთქვათ, აზრთა სხვადასხვაობის საგანი. უმეტეს ქვეყნებში, ქვეყნების 70%-ში აბორტები არის არალეგალური, ანუ იკრძალება თუ კი არ არსებობს ძალიან მკაცრად განპირობებული რისკი დედის სიცოცხლის შენარჩუნებასთან დაკავშირებით და დედის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. მხოლოდ 30% ქვეყნებისა, მათ შორის საქართველო, დღემდე უშვებს, ესე ვთქვათ, ქალის სურვილით აბორტის, ესე ვთქვათ, განხორციელებას განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, ანუ პირველი 12 კვირის მანძილზე და შემდგომ ისევ სამედიცინო, თქვათ, საჭიროებებიდან გამომდინარე, მეორე ტრიმესტრშიც არის დაშვებული ეს უკვე სამედიცინო კუთხით. კი ბატონო, და გამკაცრებაში რა იგულისხმება ამ შემთხვევაში? გამკაცრებაში მე ვფიქრობ, რომ ეს არის ისევ და ისევ, თქვათ, ჩვენი პირველადი მოსაზრებები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს, თქვათ, გუნდში გაჟღერდა, მაგრამ აქვე აღნიშნავთ, რომ ეს არ არის ერთი უწყების პოზიციის და გადასაწყვეტი, აქ აუცილებელი არის ფართო საზოგადოებრივი, თქვათ, აზრის, მსჯელობის პროცესის განხილვა, როგორც არასამთავრობო სექტორის, ასევე აკადემიური წრეების და საკომენტო
კი ბატონო, ცოტა უფრო დეტალურად მაინც რა არის, როგორ უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, თუნდაც ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციიდან გამომდინარე, ამას ოდნავ მოგვიანებით დეტალურად ჩაგეკითხებით, მანამდე ბატონ ვატოს ვკითხოთ, ის როგორ ფიქრობს. ემხრობა საპატრიარქოს პოზიციას თუ არა? დიახ, რა თქმა უნდა, უბრალოდ აქ სიტყვა აკრძალვა ფართე დაგებით უნდა განვიხილოთ. აკრძალვა რამის ძალიან ძნელია, თავიდანვე ნაპოლეონმაც აკრძალა და დედას ვინც აბორტს გაიგებდა, ქალს ვინც აბორტს გაიგებდა, სიკვდილით ისჯებოდა. მაგრამ ნაპოლეონს სჭირდებოდა ბევრი ჯარისკაცი. ამიტომაც იყო ეს კანონი შემოტანილი თავის დროზე. ჩვენ დემოგრაფიულად ძალიან გვიწევს. ამიტომაც ჩვენ ყველა ძალიან გვიწევს და ის პროგნოზები რაც არის, რომ შეიძლება ძალიან მალე, ჩვენ ძალიან ცოტა იმ დავჭერთ, აბსოლუტურად რეალური. ამიტომაც უბრალოდ უნდა აკრძალვაში უნდა იგულისხმოს, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ქვეყანაში ისეთი სიტუაცია, ისეთი პირობები, რომ ქალს არ ეშინოდეს ბავშვის გაჩენის. ეს არის ამოცანა, რომ არ ეშინოდეს იმისი, რომ ის ბავშვი დარჩება მოუვლელი, იმ ბავშვს ექნება რაღაცა პრობლემები, იქნება პრობლემა ორსულობის პერიოდში ან თვითონ მშობიარობის პროცესის დროს. აი ეს არის ამოცანა და აკრძალვა, რომ აუგზავნოთ დღეს, ალბათ ჩვენ დღეს ვერ ვაუგზავნოთ, რომ არ მოვემზადოთ ამისათვის, რომ საკანონმდებლო ბაზა არ შევქმნათ შესაბამისი. ვინ როდის როგორ დაიჟება ამ პირიქით, როგორ წახალისდება, რა გარანტიები ექნება დედასთან. შიშის გნობა არ უნდა ქონდეს, რომ ბავშვს თუ გავაჩენთ, მას რა ეშვება. ამ შემთხვევაში შეიძლება უფრო საკანონმდებლო ბაზის გამკაცრებაზე ვისაუბროთ, აბორტების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ვსაუბრობ მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნურ აბორტებზე. აქ როცა სპონტანური აბორტები, როცა არის სამედიცინო ჩვენებით ამაზე არ არის საუბარი, თქვა ჩვენ კლინიკაში უკვე რაც კლინიკა გადაეცა საპატრიარქოს უკვე 10-12 წლის განმავლობაში აბორტი არ კეთდება და ამით თქვა ფინანსური რაღაცა და არ დაზარალდა კლინიკა და პირიქით მე მიმაჩნია რომ კარგია და ამით შესაძლოა ვამაყობთ კლინიკაში რომელიც ახლა ხელმძღვანელობს საპატრიარქოს კლინიკაში აბორტები არ ხდება. კიდევ ამოცანა არის შევქმნათ ისეთი პირობები დედებისათვის, ფეხბურთელებისათვის, როგორც ახალგაზრდებისათვის, ასევე პირველ მშობიარობას მეორე, მეოთხე, რომ მათ არ ეშინოდეთ პირობები, ეს მხოლოდ ეკონომიკურ მდგომარეობაში გამოიხატება, ბატონო, იმიტომ რომ თუ კი ამ კუთხით მივუდგებით საქმეს, ეს ძალიან გრძელვადიანი პროცესია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ მივიღებთ შედეგს 1 და 2 დღეში, ან 2 თვეში, ან 3 თვეში. ეკონომიურზე აქ არ არის, ეკონომიურზე რა თქმა უნდა. ამის გარშემო იგივე სახელმწიფო პროგრამები, რომელიც ემსახურება მშობიარეს, რომელიც ემსახურება ორსულ ქალბატონს და რომელიც ემსახურება სოციალური პროგრამა იმ შემთხვევაში, გვაქვს ესეთი შემთხვევები და არაერთი, როდესაც ოჯახი უარს ამბობს მარტოხელად დედის სახლში მიღებას. ეხლაც არსებობს თავშესაფარი, მაგრამ ეს თავშესაფარი არ არის იმ რაოდენობის რა რაოდენობა ჭირდება საქართველოს. არ არის ზუსტად გაწერილი რამდენი ხანია შეიძლება გაჩერდეს მარტოხელად დედა ამ კლინიკაში. აი ამიტომაც აი ამ პირობების შექმნა სახელმწიფო კიდევ არა მარტო ჯანდაცვის სამინისტროზეა საუბარი აქ განათლების სამინისტროდან დაწყებული და ალბათ სხვადასხვა სტრუქტურები უნდა ჩაერთონ ამ პრობლემის მოგვარებაში კიდევ ამბობ სახელმწიფო აქ სადაზღვევო კომპანიას ვერ დაავალებ ამას სახელმწიფო უნდა იყოს ძალიან დაინტერესებული და მაქსიმალური ხელი შეწყობა ეს არის უბრალოდ პროგრამული დაფინანსება ამ ყველაფერი ამას არ აქვს მნიშვნელობა უმწეოა თუ აქვს საშუალება ყველა უნდა ყველ კიდე ბევრჯერ გავიმეორე მაგრამ კიდე ადამიანს ქალს ოჯახს არ უნდა ეშინოდეს ბავშვის გაჩენა. კი ბატონო, ან მოდით კიდევ ერთხელ დავაკონკრეტოთ, რადგანაც თქვენ წარმოადგენთ საპატრიარქოს კლინიკის ხელმძღვანელობის ძალადებით, ანუ გარკვეულწილად ჩდება ლეგიტიმური მოსაზრება, რომ თქვენ თანაუგრძნობთ, მოდით ესე რომ ვთქვათ, საპატრიარქოს პოზიციას. ესე შეიძლება ჩავთვალოთ. საპატრიარქოს პოზიცია ცალსახად ისეთი რომ აიკრძალოს. თქვენ ამბობთ, რომ ესე ერთი ხელის მოსმით აკრძალვა არა, მაშინ იქნებოდა განგვიმარტოთ, იმიტომ რომ საზოგადოებაში ამას უკვე ჩამოყალიბდა გარკვეული აზრი. ხო, ზუსტად ამაშია საქმე, რომ უნდა გავარკვიოთ, რას ნიშნავს აკრძალვა. ხვალიდან ჩვენ რომ გამოვაცხოთ, თქვა, რომ აბორტი აკრძალული, რას მივიღებთ? ვერაფერს, მაგრამ ამისკენ უნდა ვიაროთ. სამწუხაროდ უნდა გუშინ დაგვეწყოს სიარული, მაგრამ ვინაიდან დღეს ეს საკითხი დადგა და ისევ პატრიარქის ლოცვა კურთხევით ალბათ ეს საკითხი დაიძრა, ამიტომ ყველამ ძალიან სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ და დავამუშავოთ ყველა გავმიჯდოთ ყველა ის რისკები, რა შეიძლება ამას მოყვეს და ცხოვრების გამოყენებაზე ნიველირება გავაკეთოთ ყველა იმ პრობლემებს, რა იქნება კრიმინალური აბორტები. ეს იქნება ისევ აი დიდი ხანია სიტყვა არ გამიგია, მაგრამ აბორტმახერების გამოჩენის იყო ესეთი სიტყვა და დიდი ხანია არ გამიგია ეს სიტყვა, ისევ აი ესეთი არალეგალური ღონისძიებების ჩატარების, ბავშვის მიტოვების, ან საერთოდ
სახში შუაბიარობის და მე ამბობს აი ეს ყველა რისკი უნდა იყოს დაყვანილი მინიმუმ. გასაგებია, ქაბატონო განაცხადა რომ მესი არ გამეგიაო, რომ თითქოს საპატრიარქოს თქვენ როგორ გაიგეთ მაშინ მოწოდება? მოწმინდესის მოწოდებას და ეპისტოლეში იმ ჩანართს იმ აბზაცს სადაც საუბარია სწორედ ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის საკითხებზე. ძალიან გონივრულად არის ეს ჩანაწერი ეპისტოლეში გაკეთებული. აქ არის გამკაცრებაზე კანონმდებლობის საუბარი. აქ არის იმ გამონაკლისებზე საუბარი, რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელი იქნება. რაც ყველაზე მთავარია, ეს არის განწყობა. განწყობის შეცვლა, საზოგადოების განწყობის შეცვლა აბორტის მიმართ. მე დიდხანს არ შეგაწყენ საუბრით, მაქვს აგერ გაყვითლებული გაზეთის ფურცლები, რომელზედაც არის ასახული ძალიან ბევრი ასე ვთქვათ საკითხი აბორტთან მიმართებაში. უყურეთ 35 აბორტი ქალისთვის ჩვეული ამბავია. არის ასეთი სათაური პუბლიკაცია. ან ძალიან ტოლერანტულია ჩვენი საზოგადოება აბორტის ოპერაციის მიმართ. ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნიათ. ესე იგი სამუშაო სად არის? სწორედ ამ დამოუკიდებულების შეცვლასთან არის საქმე. თორე ერთი ხელაღებით ასეთი ხისტი ინტერვენცია, საკანონმდებლო ინტერვენცია მდგომარეობას არ შეგვიცვლის. იყო ამის მცდელობა და ჩვენ და სამწუხაროდ ჩვენ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ ახლა. გასული საუკუნე მოიცავს იმ პერიოდებს, როდესაც საქართველოში ყველა ვარიანტი იყო, ასე ვთქვათ, ნაცადი. აკრძალულიც იყო, დაშვებულიც იყო და გარკვეულწილად ახალისებულიც კი იყო. ეს იყო სტალინის შემდგომი პერიოდი, აი 55 წლის შემდეგ 53-54 წლები, როცა სამწყობო ფურცელიც კი ეძლეოდა ქალს, ანუ უფინანსდებოდა აბორტის ოპერაცია და თავისუფალი დღეებიც ეძლეოდა, რომ სახლში ყოფილიყო. კი ბატონო. ამიტომ ძალიან სწორი მიდგომა რომელია? ყველაზე სწორი მიდგომა ამისი მზა რეცეპტი არ არსებობს. საქმე იმაში გახლავთ, რომ რეპროდუქციული ქცევა თავად ძალიან იდუმალებით მოცულია თავიდან ბოლომდე. იმ ქვეყნებში, სადაც მაგალითად კატეგორიულად აკრძალულია, თვით დედის საცოცხლო ჩვენებითაც კი არ კეთდება აბორტი, გამოსავალ საზოგადოება მაინც პოულობს. მაგალითად მალტიდან არის აბორტის ტურები იტალიაში. პოლონეთში როცა აკრძალული იყო აბორტის ტურები ბელორუსიაში. და აღარაფერს ვლაპარაკობ არალეგალური აბორტების რაოდენობაზე. ამ ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, საინფორმაციო მასალის განხილვით ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ერთადერთი სწორი გზა, ერთადერთი სწორი გზა ქალის განათლება. მას არ უნდა დაუდგეს აბორტის საჭიროება. აღმოიფხვრას უნდა აბორტი ჩვენ სინამდვილეში. როგორ არის ქაბატონო, ეს არის პრობლემა. სწორედ მან არის ძალიან დიდი სამუშაო, რომ იყოს ქალი ინფორმირებული. მე კიდევ ერთი ძალიან ცნობილი ისტორია, რომელიც ასევე იყო გამოქვეყნებული გაზეთში და მე თავისუფლებას მეცემეს, გავიხსენო ეს შემთხვევა, როგორც ძალიან მწარე შემთხვევა და პირდაპირ პასუხობს პირდაპირ ჩანაწერს ეპისტოლეში, რომ კანონმდებლობა გამკაცრებას საჭიროებს აუცილებლად. ქალმაც არ იცოდა სად უნდა მისულიყო და როგორ მოქცეულიყო სასწარკვეთილი, რომელსაც არ უნდოდა ამ ბავშვის გაჩენა. ესე იგი, საავადმყოფოში, მრავალპროფილურ საავადმყოფოში, ქირურგიულ საპროცედუროში, ექიმის მიერ იქნა ნაწარმოები მინი-აბორტი, ეგრეთ წოდებული ვაკუუმ ასპირაციის მეთოდით ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა. ქირურგიული ასპირატორით. ელვისებური სეფსისით მოხვდა შემდეგ საავადმყოფოში ეს პაციენტი და უამრავი ადამიანი იყო ჩართული ამ ახალგაზრდა ქალის გადასარჩენად. და რა თქმა უნდა ძალიან დიდი მატერიალური დანახარჯი. ძალიან დიდი ხმაური და აჟიოტაჟი ავტეხეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. და მე დღემდე ძალიან მწარედ მახსოვს იმ ექიმის ცინიკური ღიმილი, რომელმაც შესანიშნავად იცოდა, რომ ვერაფერს, ასე ვთქვათ, ვერ გაუკეთებდით, ვერ დაისჯებოდა, ნუ ჩემზე უკეთესად იცოდა კრიმინალური აბორტის დეფინიცია. აქედან გამომდინარე, ალბათ აუცილებელი იქნება საკანონმდებლო
რეგულაციების გამკაცრება და ყველაფერზე თავისი სახელის დარქმევა. ხაბატონი გუგული გვეტყვის საკანონმდებლო რეგულაციებზე ოღონდ დასკვნის სახით მანამდე ხაბატონ ნინოს მოусმინოთ, როდესაც ასეთი სახის, მოდით ასე ვთქვათ, კვირის შემდეგ გარკვეული დისკუსია მიმდინარეობს ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენ როგორ ხედავთ ამ პრობლემის მოგვარებას, ხაბატონ ნინო? მე ვხედავ ამ პრობლემის მოგვარებას ისე, რომ პატრიარქს რო არ ეთქვა ეს არაჩვეულებრივი ინიციატივა რო არ წამოეწია, რა თქმა უნდა, ქალთა საკითხი ისევ მიჩქმალული და მიჩუმათებული იყო ამ ქვეყანაში, როგორც ყველა საკითხი, რასაც წამოწევს ხოლმე პატრიარქი, მხოლოდ ამის მერე იწყება ამ საკითხზე ისიც ერთკვირიანი, ალბათ კვირანახევრიანი ალიაქოთი და მერე ყველაფერი მიწყნარდება და მინაუდება. არავინ არ საუბრობს. გუგულის კითხოთ, რამდენად ბოლომდე მიიყვანენ ამ საკითხს, იმიტომ რომ მათ ხელშია უკვე ეს ყველაფერი. იცით რა, ბოლო 20 წელია ამ საკითხებით მინიმუმ რო ვთქვა, დაინტერესებული ვარ და არაფერი შეცვლილა, ისეთი რომ ქალს კონდეს სურვილი გააჩინოს და სულ ერთი და იგივე ჟივილხივილი მესმის იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ეს გასაკეთებელია და რა გავაკეთოთ და ვეცეთ ამ ქალებს და განვანათლოთ. იმიტომ რომ სულ ქალების განათლება როგორ შეიძლება იყოს საქართველოში საუკუნეების მანძილზე, რომ მათი შეგნების დონე მოწოდების სიმაღლემდე ავიყვანოთ. ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია. მზა რეცეპტებიც არსებობს და მზა რეცეპტებთან ერთად არსებობს ჩამოწერილი შავით თეთრზე საქართველოს ვალდებულებები, რომელიც რატიფიცირებულია, ხელმოწერილი, ყველაფერი გაკეთებული, თავიც დაკრულია და ქალებიც მზად არიან და კაცები არიან ასევე განათლებულები, მაგრამ არაფერი არ შეიცვალა საბოლოო ჯამში. ეს არის კონკრეტულად მაგალითად, აი სულ ცხელი ამბავი რო გითხრათ, ის ქალების იმპორტი და ექსპორტი რომ მიდიან და სხვაგან იკეთებენ აბორტებს და თუ აიკრძალება საშინელება იქნება და აბორტების მრუდი სტატისტიკის რომ 2000 წლიდან არ გაჩერებულა და ზევით მიდის, ეს საშინელი მრუდია და კიდე ზევით მიდის და ეს არ არის დათვლილი იმ კუთხით რომ მათში არ შედის შიგნით პლუს კიდე არალეგალური აბორტები, ეს ყველაფერი ყველამ ვიცით, იმიტომ რომ მთელი კვირა ამაზე უთორო ჩართო ამაზეა საუბარი და ყველა გაზეთში ყველა ვიძლევით ინტერვიუს. მაგრამ აქედან გამომდინარე, აი ეს ახალი მიდგომები, რაზედაც მაგალითად გაეროში მიდის ლაპარაკი, აი თუნდაც ავიღოთ ჟენევაში სპეციალური შეხვედრა, სადაც ადამიანის უფლებათა განყოფილებამ გაეროში და აი ამ ქალთა კომისიამ, რომელსაც სიდო კომისიას ვეძახით და აი სიდოს კონვენცია საქართველოს რავალდებულებს, მასზე იყო საუბარი ზუსტად რომ ჯერ ერთი ეს ძალიან მკვეთრად იყოს გარკვეული და ამაზე სპეკულაციები რო აღარ იყოს. საქართველოს გამომდინარე თავისი ვალდებულებიდან სიდოს კონვენციის მიხედვით მიჩნეული აქვს, ესე იგი, ხელი აქვს მოწერილი და ეს კანონთა იერარქიაში მაღლამდგომია კიდე, ეს არ არის რეზოლუცია, ეს არის კონვენცია, რომელიც სავალდებულოა ჩვენთვის, რომ ქალის უფლებაა აბორტი. აი ამას წერტილი უნდა აი აქ ჯერ ცოტა ხანი შევაჩეროთ. რომ ეს არის ქალის, ესე იგი ეს არის კონკრეტული მუხლი, რომელიც არის იძლევა ქალებისთვის ამ კონვენციის ფარგლებში უფლებას, რომ მათ ჰქონდეთ სექსუალური და რეპროდუქციული უფლება, რომელიც ტოლობის ნიშნით აღინიშნება აბორტთან. ოჯახის დაგეგმარება არის ტოლობის ნიშანი აბორტთან. აქედან გამომდინარე, რომ ეს აიკრძალოს თუ არ აიკრძალოს, საქართველოს უკვე ეს ვალდებულება აღებული აქვს, არავით არ აკრძალვაზე არასოდეს არ არის ლაპარაკი. სანამ არსებობს გაერო და სანამ საქართველოს გაეროს წევრია. კი ბატონო, აბა რაზეა საუბარი? გამკაცრებაზე როცა იყო საუბარი, ამაზე თუ ახლა გამკაცრებას ჟენევას უნდა დაუბრუნდე, როდესაც ეს არის არ მახსოვს რიცხვი 2013 წლის იანვარში სპეციალური საგანგებო შეხვედრა სწორედ მიეძღვნა იმას, რომ მაგალითად განიხილეს პაკისტანის მაგალითი, სადაც წლიური რაოდენობა გარდაცვლილი ქალებისა. იმის გამო, რომ ეს საკითხი არ არის შესაბამისად დარეგულირებული პაკისტანის კანონმდებლობით, ამ კუთხით გარდაცვლილი ქალების რაოდენობა არის 14,000 წელიწადში. მე მითხარით, აი ჩვენმა სტატისტიკამ შეუძლია გამოხშიროს და გამოიტანოს გარდაცვლილი ქალების რაოდენობა ლეგალური ან არალეგალური აბორტებით. არა, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ კიდე სხვა პრობლემებია, ეხლა ეს არის ეს თქვენ როგორ მოზაიკაზე დაგვპატიჟეთ? აი ეხლა ამ აბორტებით რო დავიწყებთ, ჩვენ გავალთ ძალიან დიდ და მრავლის მომხდარ საკითხებზე. ბატონო ემბრიონის დეფინიციამდეც მივართ. არა, არ ვიცი, მე დეფინიციებში ვერ დავიწყებ ვარჯიშს საქმე, თუმცა შექმნილია ყველა დეფინიცია, ჩვენ არ ვასრულებთ ვალდებულებას, ამაზე მაქვს საუბარი.
საუბარი მაქვს იმაზე, რომ ეს თუ არის ქალის უფლება, თანაბრად რო ვისაუბროთ, ასევე მე მინდა გითხრათ, რომ მამაკაცების უფლებაც დარღვეულია, აბსოლუტურად დარღვეულია, იმიტომ რომ აი მაგალითად ჩვენი საგმირო სამოქალაქო კოდექსის გმირული დამატება 2011 წელს რომ მოხდა, როდესაც მამობა ძალდატანებით უნდა გამოიკვლიონ დნმ-ის ანალიზით მამაკაცისა და აღიარებინონ ასეთი კუთხით მამობა, ეს ჩემთვის წარმოუდგენელი, მიუღებელი, მაშინაც ბევრი ვიყვირე, მაგრამ არც მაშინაც უდაბნოში ვყვიროდი და ეხლაც მგონია ესე ვარ, იმიტომ რომ იცით რა, ბევრი საკითხი არის ერთმანეთთან მიბმული. გასაგებია ერთი რამე, რომ სანამ ქვეყანაში არის ძალადობა ქუჩაში, ვინ იცით სტატისტიკა რამდენია გაუპატიურება თვეში. აი მითხარით, გაუპატიურება არ არის ეს გამონაკლისი, ეს არის საერთო ფონი. ძალადობა ოჯახში ეს გამონაკლისია. ქალბატონინო, რო შევაჯამოთ თქვენი ქალბატონი გუგულის დროა, რო შევაჯამოთ თქვენი პოზიცია, ანუ ქალის უფლებაა და ჩვენ ამას გვალავდებულებს საერთაშორისო. ჩემი პოზიცია რო შევაჯამოთ, მე მარტივად უნდა გითხრათ, სანამ საქართველოში იქნება დამოკიდებულება, რომ მოიხმარებენ ტერმინს ბოდიშრიხტი ყველასთან უკანონო ბავშვები, რომელიც არის საშინელება, რომელიც მორწმუნე ერისთვის მით უმეტეს, რომელიც ჰუმანური ერისთვის, ესეთი ცივილიზებული ერისთვის ძალიან დიდი ხნის წინ დასაგმობი იყო და ფეხქვეშ გასათელი აი ესეთი მიდგომა, რომელიც არის უკანონო ბავშვები. სანამ საქართველოში მიგდებულნი არიან და შავ ნაჭერ გადაფარებულები არიან მარტოხელა დედები, რომლებსაც არანაირი წახალისება ქვეყნიდან არ აქვს და ისრაელის მაგალითს არ მოვიყვან და ეხლა ბევრი მაგალითებით არ დაგდლით და სანამ საქართველოში ასევე შავ ნაჭერ გადაფარებულია პროსტიტუციის საკითხი და ბევრი სხვა რამ საბავშვო ბაღები აღარ ჩამომათვლევია ხო თავთა საკითხები შრომის კოდექსი და ესა და ისად მანამდე კი არა მანამდე ჩვენ აი ესეთ საუბარში ვიქნათ რა ვქნათ ეხლა ესე ვქნათ თუ ესე ვქნათ ქალბატონ გუგული რა ვქნათ მაინც როგორ მოვიცეთ და რასაპირის პარლამენტია პირველ რიგში მე მინდა ვთქვა რომ ძალიან მისასალმებელია პატრიარქის ეს მოწოდება იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის პატრიარქის მოწოდება ყოველთვის არის ხოლმე რაღაც ნიშანსვეტი და მე გაგახსენებთ რომ მესამე შვილთან დაკავშირებით პატრიარქის მოწოდებამ რომ მონათლავდა მესამე შვილს გარკვეული ახლა შედეგი გამოიღო. მიუხედავად იმისა, ეს არ არის კანონი, რომ ყველას უნდა ყავდეს მესამე შვილი და სხვა, მაგრამ მოწოდებას მორწმუნე ადამიანებისთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და მე მიმაჩნია, რომ ამ ხრივ ეს მოწოდება თავის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს გააკეთებს. რაც შეეხება საკანონმდებლო ინიციატივას, აქ ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ, ცხადია, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ვალდებულებები, პრაქტიკასაც რო გადავხედოთ, აკრძალვა რამის აკრძალვა არასდროს არ იწვევს სათანადო შედეგს. იმიტომ რომ ყოველთვის აკრძალული გადადის სადღაც იატაკქვეშეთში, კრიმინალში გადადის, წაახალისებს კრიმინალს სხვათა შორის და ამიტომ ლაპარაკია იმაზე, რომ რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს აბორტი, თუ რომ მთლიანად აბორტს ალბათ ადამიანის უფლებაც არის ეს, რომ გააჩინოს არ გააჩინოს, მაგრამ აქ უკვე ბევრი სხვა ფაქტორი გვაქვს. ეხლა მე შემიძლია მოგიყვანოთ ლიტვის და ლატვიის მაგალითი. ეს ორი ქვეყანა ერთმანეთის გვერდიგვერდ და მენტალობა თვითონ მსგავსია. ლიტვაში ძალიან დაბალია აბორტების რაოდენობა, ლატვიაში მაღალია. ხო? ამიტომ ესე იგი აქ რაღაცა თვითონ ქვეყნის სპეციფიკა, კულტურა, ტრადიციები, შეხედულებები, განწყობები, ეს არის კომპლექსური რაღაც და ამას ვეთანხმები ნინოსაც და ყველას აქ, რომ ასე ერთი იმით რომ აი გავამკაცრეთ რაღაცა და ამის გამო უცებ დალაგდება ყველაფერი, ხო? ბევრი სხვა ტიპის მუშაობა და ერთი მაგალითად აი ექიმის ვალდებულებაზე იყო ლაპარაკი. არის ქვეყნები, სადაც როცა ექიმი სერტიფიკატს იღებს, მას ეწერება სერტიფიკატის ხარისხი ეცება იმის მიხედვით, რამდენად მიდის თუ არა ის აბორტების კეთებაზე. თუ კონსულტაციას უწევს მასთან მოსულ ადამიანს, რომ გადააფიქროს და რაიმე ალტერნატივა შესთავაზოს, ხო? ამის გამო არიან ექიმები, რომელიც ჯერ თავისთავადაც მწავს შეიძლება გაქვს ისეთი, რომ არ უნდა გაკეთოს აბორტი და გარდა ამისა, ისინი ცდილობენ, რომ მასთან მისული ადამიანებს დაარწმუნონ, გადაარწმუნონ ამაში და ამის გამო ისინი უფრო მაღალ ხარისხოვან ექიმებად იწვევათ. ესე რატომ მოიყვანა ეს მაგალითი, იცით? იმიტომ რომ არ გამოვა ასე, რომ ჩვენ ახლა რაღაცას ავკრძალავთ, რაღაცად გინდა გავამკაცრებთ. კარგი, გავამკაცრებთ რეგულაციას. აქაც ესე იგი, აქაც არის მაგალითად. კი ბატონო, ხა 3 თვე, 6 თვე, ესე იგი რაღაცა შეზღუდვები უნდა იყოს, ამისი ისევე ექიმთა წახალისება უნდა იყოს. პარალელურ რეჟიმში ქალთა უფლებებზე, დეკრეტული და სხვა, იმიტომ რომ ჩვენ რომ ვნახოთ ახლა მარტო ეკონომიურ პირობებზე არ არის, ჩვენ ხედავთ რომ არ არის ესე რომ ეკონომიური პირობები ვისაც აქვს ბევრ შულს აჩენს, ვისაც არ აქვს არ აჩენს, ხო? ამიტომ ეკონომიური ფაქტორი არ არის აქ.
სამწუხაროდ წამყვანი არ არის, თორე ბოლოს და ბოლოს სოციო-ეკონომიკური ფაქტორი გაუმჯობესდებოდა ჩვენ პირდაპირ შეგვეძლო პროპორციულად. წამყვანი ფაქტორი დამოკიდებულებებია. დამოკიდებულებებია წამყვანი ფაქტორი. ესე იგი, როგორი დამოკიდებულება გაქვს შენ ადამიანის უფლებების, იგივე იქ მარტოხელა საზოგადოებრივი განწყობები როგორია, მარტოხელა დედა, მიტოვებული ბავშვია და სხვა და სხვა უცოდინარობა სხვათა შორის, იმიტომ რომ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, იცით, ადამიანები, დედები ტოვებენ ჯანმრთელ ბავშვს, როცა შეიძლება თუ არის სპეციალური სამსახურები, რომელიც ჯანმრთელ ბავშვს თავის დროზე გაეწიოს მეურვეობა და სხვა და თვითონ არ უნდა ამ ჯანმრთელი ბავშვის პატრონი გამოჩნდება, ხო? და ჩვილი არ მოკვდება. ესე იგი, ეს არის კომპლექსური რაღაც, რომელზეც საზოგადოება უნდა იმუშაოს, ეს არ არის ისეთი რაღაცა. ხელისუფლება პირველ რიგში, ხელისუფლება საზოგადოების ნაწილია, ხელისუფლება ვერ მიიღებს ის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელსაც საზოგადოებაში გამოხმაურება და დასტური არ ექნება. რაც არ უნდა კანონის ეხლა რა გამოხმაურებას ხედავთ ქალბატონ გუგულის საზოგადოებისგან? საზოგადოება ხა მე ვერ ვიტყვი, მაპატიეთ, ეხლა შეიძლება ცუდია, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან გათვითცნობიერებულია ბევრ რაღაცაში. არ არის სამწუხაროდ ესე, აი ესეთი ცნობიერების და განათლების დონე მე ძალიან როგორ ვთქვათ, წუხარებით მინდა აღვნიშნო ეს, რომ ვერ ვიტყვით, რომ წინ და წინ მიდის ბევრ რაღაცაში. ამიტომ ეს მნიშვნელოვანი რაღაცა, რასაც ჩვენ ვამბობთ და ეს არ არის პრობლემა, რომელიც უცებ გადაწყდება. ამიტომ ნელი ნაბიჯი თუ სწრაფი ნაბიჯი ცვლა ჩვენ მოგვიწევს აქეთკენ, თავის საქმეს გააკეთებს საპატრიარქო, თავის საქმე უნდა გააკეთოს ჯანდაცვამ, საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც წაახალისებს, კი არა აკრძალავს, წაახალისებს ადამიანს, რომ მეტი შვილი ყავდეს, ან და ესე იგი რეგულაციას გაუკეთებს იმ ექიმს, იმ კლინიკას და სხვა, სადაც აბორტების რაოდენობა მაღალია, დაბალია და სხვა და სხვა და მე მიმაჩნია, რომ ეს არის ყველაზე უფრო ნორმალური და ცივილი გზა იმისთვის, რომ გამრავლება იყოს მაღალი და გარდა ამისა ის ბავშვი რომელიც მე ესეთი დამოკიდებულება მაქვს. ვერ დაგეთანხმებით იმ საკითხში, რომ უნდა ხელისუფლების ყველა შტო დაირაზმოს და ელუდოს საზოგადოება, როდის მომწიფდება ამა თუ იმ საკითხში და როდის წინ წავა მისი მიდგომა ასახოს, მაგრამ წინწრებად ასახოს. აი მაგალითად სწორედ ის მოვალეობა აქვს არჩეულ ორგანოებს და დანიშნულ ორგანოებშიც სახელმწიფო წარმომადგენლებს, რომ ერთ-ერთი პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ადამიანისთვის რაც უკეთესია და მისი ვალდებულება რაც არის, ის განახორციელოს და შეასრულოს, მიუხედავად იმისა, როგორი განწყობაა. შეიძლება განწყობა ერთმშვენიერ დღეს ამოტრიალდეს და შეიცვალოს მკვლელობის მიმართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კანონებიც უნდა შეიცვალოს ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება აბორტის აკრძალვას, ცალსახაა, რომ სელექტიური აბორტი არის ასაკრძალი. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება და ამ საკითხში მე ვერ დაველოდები მაგალითად როდის მომწიფდება ან არ მომწიფდება საზოგადოებრივი არის ეს რეგულაციაზე როცა ვილაპარაკეთ შეიძლება საზოგადოების მოცდა კი არა ყველამ თავის საქმე კი ბატონო მოდით ახლა ჯერ გადაცემაში რეკლამის დრო გვაქვს და რეკლამის შემდეგ გავაგრძელოთ ამ თემაზე საუბარი. ერთია საკანონმდებლო ინიციატივა რომელიც შემდეგ კანონის სახეს მიიღებს, მაგრამ მეორე არის სტატისტიკა რომელიც საკმაოდ სავალალო და საგანგაშოა. მოვიყვანე კიდევაც გამოდის რომ ქვეყანაში დღეში 300-ზე მეტი ჩვილი იღუპება. რეკლამა და რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით დაბალად.